იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობები პოპულისტურ დონეზე ხალხზე ძალიან დადებითად დაისახება, თან მასეთიც არა, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ამ სამხედრო ძალების არაპროპორციულობის გათვალისწინებით აზერბაიჯანი თურქეთში გადატრიალებას არამედ ვერ დაარჩეცდება, მაგრამ აზერბაიჯანული ლობი როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი ერდოღანის ტიპის მმართველისთვის რაღაც ეტაპზე შეიძლება პრობლემა იყოს. მაგრამ ამ ეტაპზე რაიმე ზუსტად თქმა ნადრევი მგონია. მეორე მხრივ, აქ ერთი დეტალიცაა. მეორე მხრივ, ეს დამოკიდებულება და აზერბაიჯანის ეს ეკონომიკური დამოკიდებულება ნავთობზე და ბუნებრივ აირზე და აზერბაიჯანში არსებული პოლიტიკური პატრონაჟის სისტემა იმ ფაქტს, რომ ოდესმე აზერბაიჯანი ან თურქეთი და თურქეთი ან გაერთიანდებიან, ან თუნდაც რუსეთ-ბელორუსის ტიპის თანამეგობრობას ჩამოაყალიბებენ, ფანტასტიკის სფეროა, რადგანაც ნებისმიერ მსგავსი გაერთიანება იმას ნიშნავს, რომ ის ბუნებრივი რესურსების შემოსავლები, რომლებიც ცენტრალურ როლს ასრულებს აზერბაიჯანის შიგნიდან პოლიტიკურ პატრონაჟში, კლანებს შორის ბალანსში და ასე შემდეგ, თურქული კომპანიებისთვის გაიხსნება. ეს კი უშუალოდ ალიევის ძალაუფლებას უქმნის საფრთხეს და შესაბამისად ეს უნდა გამოვრიცხოთ ჩემი აზრით.